მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენი მოკლე გაშლა, რაღაც კაი ხუბაკ. რა ცვლილებები, ანუ მაღალი ძალებითგან ჩვენ ველოდებით რამე გზავნილს, რომელიც გვეტყვიან, ანუ უკვე რა ცვლილებია სკურბლზე. ნახოთ ახლა ჩვენ, აქ გვაქვს მოკლე გაშლა, გრძელი გაშლა მეორე არკანზე მოდის სიტყვა აკაუნტზე. ნახეთ თქვენ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, აქ ახლა მოკლე გაშლები გვაქვს ჩვენ. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ. ანუ ახლა ზუსტად რას გიგზავნიან მაღალი ძალები. ნახოთ. რა უნდა რომ გადმოგცემ თქვენ. რომელიც სფეროში ყველაზე ძალიან მეტად რა შეიცვლება სიტუაციები. ვნახოთ უკვე რა ცვლილებები უკვე არის თქვენთან. უკვე დგას რა, ასე რომ ვთქვათ, კარტა, ასე რომ ვთქვათ რა. შემდეგი ვნახოთ ჩვენ რა შესაძლებლობები გაგიხსნებათ ამ ცვლილებებით. და ვნახოთ ახლა რა სახის მხარდაჭერას გაძლევენ მაღალი ძალები და ვნახოთ ახლა სად, ანუ მომავალში, სად მიგიყვანს ეს ცვლილებები. всё, ნახოთ ახლა უცბად, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოკლე გვაშლები გვაქვს. ნახოთ ახლა, ანუ რა უნდა რომ თქვათ ახლა ზუსტად რას გიგზავნიან სიყვარულს, არჩევანს. ნუ დაგაყენებენ არჩევანის წინ, აქ იმიტომ რომ რას ნიშნავს უფრო მეექვსე არკანი, ეს არის არჩევანი გულით. ანუ გულით რაღაცა უნდა აერჩიო თქვენ, შეიძლება ეს ეყვებოდეს სიყვარულის თემას. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ გეუბნებიან რომ ჩვენ დაგაყენებთ შენ არჩევანის წინ. რატო არჩევანი? იმიტომ რომ ახლა ამ ადამიანს შეიძლება ეჭამა ეს ვაშა, შეიძლება არა. არ ეჭამა. გულით გააკეთა არჩევანი, ამიტომ თქვენს მოგიწევთ რაღაცა გულით გააკეთოთ არჩევანი, ხო? ვნახოთ რომელი სფეროს ყველაზე ძალიან შეეხება ეს ცვლილება, რომელი სფეროს. ნუ აქ არის როგორც შეიძლება ზოგისთვის იყოს ეს საქმესაც ეხებოდეს, შეიძლება ნახოთ ახლა საჯაროში ყველაფერს ვამბობ იცით თქვენ. სხვადასხვა ვინც არ მიცავს მენქვია ვალენტინა ბარბაკაძე. ანუ შეიძლება რას შეეხება რომელი სფეროს უფრო შეიძლება თქვა დაუშვათ წავალ არ წავალ. მივიღო არ მივიღო, გადავალ არ გადავალ, ხო? ვიმოქმედებ არ ვიმოქმედებ, იმიტომ რომ არჩევანი, ხო? ნუ მოდით კიდე მაინც ავიღოთ უფრო მეტად, იმიტომ რომ ხა მაინც რაინდეს ენერგია, ეს არის ქმედების, როცა მე უკვე გამოვფხიზლდი, მე ხა რაღაცა მინდა გავაკეთო, მე ხა უკვე თქვა ან მაინც ხა ეს გადაადგილებაც ხა ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა გულით, ანუ სხვა სამსახურში მინდა გადავიდე, სადაც უფრო კარგად იქნები სიტყვაზე, ხო? ან უკვე უნდა ვიმოქმედო და ვაკეთო საქმე, რომელიც მე მომწონს გულით, მე სიამოვნებს ეს საქმე, ამიტომ უნდა გავაკეთო, გადავიდე. შეიძლება დაუშვათ ახლა ცვლილება იყოს, რამე თქვათ, ნუ გადაადგილება სადმე რაღაც, ნახოთ, აბა რას უფრო ეხება სიყვარულს. ერთი წამით სიყვარულს. აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. შეიძლება თქვენ ცხოვრებაში იყო სიტუაცია, როცა დაუშვათ იყო დახურული თემა, დამთავრდა, აი ეხლა მაჩვენებენ რას, რომ ეს პერიოდი, სადაც თქვენ შეიძლება არ იცოდეთ რა გადაწყვეტილება უნდა მიგეხოთ. ფიქრობდით, ხო? რა ვქნა ჩემთვის რა ჯობია, იმიტომ რომ როგორც იყო, ისე არ მინდა. მინდა სხვანაირად, რა ვქნა. აი შეიძლება აქ ეს ტრანსფორმაცია მთავრდება, ანუ ეს პერიოდი მთავრდება, ანუ всё დაასრულეთ, იმიტომ რომ ხა ესეთ პერიოდში ვწერ, ხა იცით თქვენ რომ ეს დაბნელების დერეფანი დამთავრდა და ამიტომ აქ გეხსნებათ გზა. მაგრამ სიყვარული შეიძლება თქვათ მოვა ადამიანი და თქვენ დაგიბრუნდებათ პიროვნება, კი ბატონო, რომელიც იყო თქვენგან შორს, რომელთანაც არ ქონდათ თქვენ არანაირი კონფლიქტი ქონდათ, ანუ არ იღებდით თქვათ, ანუ არ გაძლევდით ადამიანს, ვერ ხედავდით პერსპექტივას სამომავლოდ ამ ადამიანთან, იყო როგორ იცით, აი თითქოს პერიოდი
პერიოდი, როცა მე ვიცავდი ჩემს საზღვრებს, იმიტომ რომ მე ახლა მქონდათ პერიოდი იმის, რომ მოგეფიქრათ, გჭირდებათ, არ გჭირდებათ, რაღაცა ეგეთი მომენტი შეიძლება იყო. კი ბატონო, გოგო ფიქრობდა, რა თქმა უნდა, რთულად თქვენ ეს შეიძლება ხო გეუბნე ეს ადამიანი ბრუნდება. აქ დაბრუნება ადამიანის, მაგრამ რატო იქნება თქვენ არჩევანზე, არ ვიცი, იმიტომ რომ აქ როგორი აქ დასრულებული ურთიერთობა ისე იქნება. მიხვდი, დაბრუნება არის აქ, უეჭველი დაბრუნება არის, იმიტომ რომ თასების დედოფალი თასების მეფე ძალიან მტკივნეული დასრულება რაღაცა უცნაური იყო რაღაცაზე და მე დაბრუნება, აქ არის დაბრუნება. всё. აი სიყვარულს ეხება, ეგ იმიტომ გულით არჩევანი შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცი, მე განახლებული, მე არ მინდა, ანუ იმ ფორმატში, რა ფორმატში შეიძლება თქვენ გქონდათ ურთიერთობა, იმ ფორმატში არ გინდა თქვენ და ეხლა ტრანსფორმაცია მოხდა და ამიტომ ხუთშიც მოусმინეთ ის გრძელი გაშლა, იქ ძალიან მაგარი გამოვიდა, ეგაც არის ურთიერთობაზე ძალიან მაგარი. აი კი ბატონო, აქ უძლიერესი დეპრესია იყო, რომელსაც გამოდიან ადამიანები ძალიან აი სხვა ენერგიებით რა, სულ სხვა ენერგიებით, სულ სხვა რაღაცა სიტუაციები. დამთავრდა აი აქ პერიოდი, როცა მოდიოდა ძალიან მაგარი ბრძოლა. ძალიან მაგარი ბრძოლა. წინააღმდეგობა იყო აქ პერიოდი, როცა გადაფასება მოხდა ძალიან უძლიერესი და როცა აი აქ ადამიანი თავის თავს ებრძოდა, არ მოქმედებდა, არაფერს არ აკეთებდა, სულ ფიქრები, შეიძლება ლოცულობდა ვიდიტაციებს, ზოგი აკეთებდა, მე რა ვიცი, იმიტომ რომ აქ ადამიანმა დაკარგა უძვირფას ესე ადამიანი, რომელთაც ძალიან დაკარგა ბევრი რაღაცა რა, აი ძალიან ბევრი რამე დაკარგა და აი ახლა განახლებული იქნება, აქ შანსს გაძლევენ, всё. ვნახოთ ახლა ჩვენ, უკვე რა დგას რა ცვლილებები უკვე აზღურზე. აი, ხო გითხარით რა, აქ გადაწყვეტილება, აქ გამარჯვება არის რა, აქ ახალი ენერგია, აქ უკვე ქმედება, აქ უკვე როგორი მომენტი არის, იცით, როცა აი თითქოს ახლა ისეთი აი რაღაცა უსასწაულესი აი ასე დაგტოვებთ მე თქვენ ახლა რა ვიცი ვისთვისაც გინდათ ეს ავიღოთ, მოდით ავიღოთ, კაი, რო ჩვენ არა გვერიოს ახლა აქა იმიტომ რომ მეც ამერება. ანუ ტუზი ხო, აქ სამი ტუზია, უკვე აქ იყო თასების ტუზი, აქ იყო ხმალების ტუზი. და ახლა გამოვიდეთ უკვე, ანუ ეს როგორ არის, იცით, როცა მე ახლა ქმედებაც, ანუ გრძნობაც და პლუს კიდე უკვე გონებრივადაც უკვე ადამიანი იღებს, თქვათ, ახლა გადაწყვეტილებას. მაღალი ძალები, ტუზები ეს ყოველთვის როცა უკვე ერევიან რაღაც ისეთი ძალები, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ანუ რაც ადამიანს არ შეუძლია. აი ეს არის, რომ შეუძლებელია ადამიანმა, რომ ესეთი ენერგიები თვითონ გაატაროს, მიხვდეთ, ამიტომ ეს არის უძლიერესი ენერგიები, რომელიც ირთვება ახლა თვითბედი გეუბნებათ, რომ აი გაძლევენ რა ამ ცვლილებებს რა. ნუ ვნახოთ ახლა რა შესაძლებლობებია გაიხსნება. რა შესაძლებლობები აქ გეუბნებით თქვენ, შესაძლებლობა მოგეცემათ რა. უკვე შეხედოთ სიტუაციას სხვანაირად, არა მხოლოდ თქვათ მატერიალურ დონეზე, უკვე აქ ვიღაცასთან იქნება ჰარმონია, ხანძლივი თქვათ ურთიერთობა, შეიძლება თქვენ სულს მოიპოვით, შეიძლება თქვათ მიხვდებით, რომ არ შეიძლება რომ მარტო თქვათ მატერიალური მხრით ვიცხოვრო, უკვე სულიერი განვითარებაც საჭიროა. ანუ რა კიდე აქ რა არის? კიდე რა შესაძლებლობები გაგეხსნებათ, ნუ ახლა აქ როგორი თემა. აქ დასრულდება სიტუაცია, რომელიც გრძელდებოდა დიდი ხანი. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეხებოდეს თქვათ პარტნიორს. არ მაძლევენ საშუალებას, რომ სხვა ინფორმაცია მოგცეთ. შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვათ დიდი ხანი იყო პაუზაში, ნუ არაფერს არ აკეთებდა, იგივეს მეუბნები, ღმერთო, რა ვიცი, სულ რაღაცას, ნუ ეს დაბრუნების დრეფანი რო იყო, იქ ბევრი რაღაცები რომ მოხდეს, ბევრს ქონდა ძალიან ახლა იმდენი კონსულტაციები მაქვს ჩატარებული, რომ ბევრს ქონდათ პაუზა და ვერ ხვდებოდნენ რატო. და აი ესე რო თქვათ, თქვენ ელოდებოდით თქვათ ადამიანს, მაგრამ ეს
პერიოდი დასრული რთული იყო, მძიმე იყო თქვენთვის, იმიტომ რომ ნუ ადამიანი თქვა შეიძლება ვერ მოქმედებდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა, რაღაცას ელოდებოდა, ნუ არ იყო აქ ქმედება და აი ზუსტად რადგან სიყვარულიზე გვითხრეს, აქ თითქოს всё, აი იქნება რაღაცნაირად უკვე კარებს რო გიღებენ რა, მაღალი ძალები გიგებენ, აჰა, შედი ახლა, всё, მორჩა უკვე იქ კარგად ახლა დაგბანეთ, გაგხეხეთ და ახლა მიდი ახლა უკვე იმოქმედე რა. უძლიერესი არის აქ ადამიანი გამოდის ძალას იკრიბავს და გამოდის დეპრესიული თემიდან. გამოდის, იმიტომ რომ აქ როგორ არის, არ უნდა თქვენი დაკარგვა არანაირად, ამიტომ აქ მაღალი ძალები იმიტომ ასე ერთობიან, რომ კიდე რაღაცა შანსს აძლევენ ამ ადამიანს, რომ მისი ქმედებით იქნება და სიტუაცია თქვა გამოასწოროს რა. რა გამოყავთ ამ უმოქმედო სიტუაციიდან რა. ნუ განცდები კი გქონდათ რა. ნახოთ ახლა თქვენ რა სახის მხარდაჭერას გაწევენ მაღალი ძალები. რა სახის? ნუ თქვენ ახლა ნახეთ რა სახის და თქვენ იქნებით იმპერატორი, ანუ თქვენ იქნებით მყარე, თქვენ იქნებით, ანუ თქვენს გვერდით არიან, თქვენ დაგეხმარებენ მაქსიმალურად, რომ იმიტომ რომ ნახეთ იქ გიგაჩვენეს თქვენ რომ აი აქ სიყვარული არის, მაგრამ ზოგჯერ სიყვარულის დროს როცა გიყვარს ადამიანი, შეიძლება შენ უკვე და ელოდები თქვათ ამ ადამიანს და გეშინია თქვათ დაკარგვა რაღაცა, შენ უკვე მოქმედებ ცოტა არასერიოზულად რა და აქ მაღალი ძალები არ მოგცემენ თქვენ საშუალებას, რომ ისე მიიღოთ ეგ სიტუაცია, როგორც იყო, ანუ თითქოს დაგიდგები რაღაცა შემესეთ ენერგიები ჩაერთოს თქვენს გაგიკვირდებათ, რომ მე ასეთი მყარე უარი უთხარი, ან მე ასე უთხარი თქვა და უშთ ადამიანს, აი ეს მინდა, ან თქვა ჩვენ ურთიერთობა ასე უნდა თუ იქნება კი ბატონო თუ არა და არა. ანუ თქვენში, იმიტომ რომ იმპერატორი არის ცოტა ხისტი ტიპაჟი, ანუ მაგრამ აქ იმენა თქვენში აღვიძებენ ამ მეოთხე ენერგიას. მეოთხე ენერგია არის როცა მე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე უკვე ანუ აქ არ ვრთავ მე თქვათ ახლა არც თასების დედოფალს რაღაც ემოციებს, არა, მე აქ ვამბობ უკვე შენ ახლა გასაგებად რომ აი ასე ან არანაირად, იმიტომ რომ იმპერატორი ისეთი ტიპაჟი მე რო ვთქვი მორჩა რა. თუ ვერ გაიგე, წაიკითხე პუნქტი ნომერ 1. და ნუ სად მიგიყვანს თქვენ ეს ყველაფერი? კი, გამოდიხართ, აი სად მიგიყვანდა თქვენ ახლა აქ როგორი თემა არის, იცით? დამთავრდება აქ ეს გაუგებრობა, რომელიც იყო, იმიტომ რომ აქ ისევ მაჩვენებენ, ისევ ტუზი, ისევ დაბრუნდა ტუზი ხმალების, რომელიც ჩვენ გვაძლევს ახლა და აქ ახლა მოიცადეთ ნახო. რა გადავარდა? იცვლება სიტუაცია, ბედი იცვლება. так, აქ ნახეთ რა იქნება ეს. აჰაში გამოდის. ნუ ურთიერთობა, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული, რომელიც ახლა ან ვაფშე არაფერი არ იყო, აი აქ მოდის განახლებული ენერგიებით ეს ურთიერთობა. კი, აქ არ გამიკვირდება, რომ შეიძლება ზოგი წავა თქვა, ან ერთად იცხოვრობს, ან ოჯახს შექმნის, ნუ ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, როცა შეიცვალა ბევრი რამ, გულის ტკენა დასრულდა, იმ თქვენ მარტო რო იყავით, ბევრ ამის დაფიქრდეთ, განულდით, ბევრი იმუშავეთ თქვენ თავზე და აი ეხლა უკვე გიგზავნიან თქვენს ადამიანს, რომელიც იყო წასული თავისი ნებით. ის მოდის თქვენთან, რომელიც იყო წასული თავისი ნებით, არ იცოდა რა გაეკეთებია. იმიტომ რომ თავისი საქციელის გამო ქალს ჰქონდა დახურული გული, ქალიც შევიდა ესეთ ენერგიაში, რომ შენ თუ არ გინდა, არც მე არ მინდა, არ გამოგიკიდები, მაგრამ ეს იყო მისთვის, აი მიხვდა მაგ ადამიანმა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი გული, ჩემი სული, ჩემი მანდასავი სულია, ჩემი 6-იანი თასების. ანუ ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც აი მარტო მასთან პოულობ მე სიმშვიდეს, მარტო მასთან მე შემიძლია მივიღო ყველაფერი, რაც კი შეუძლია ქალს რომ მომცენს, მარტო ეს არის ჩემთვის აი უძვირფასესი ადამიანი და მაგის გარეშე მე ვარ მკვდარი, მე ყველა აი არც არაფერი მახმიხარი, არც არაფერი მირჩევნია მაგასთან ჭამო შავი პური, ვიდრე თქვა სადღაც ვიყო, ანუ ვინმესთან ძალიან ისეთი რა, ანუ ძალიან დიდი განცდები. რა შანსი
შეიძლება თქვენ ყველა ვარიანტში რა. всё ჩემო სიხარულება მიიღეთ ეს გზავნილი სამყაროდან, გიგზავნის, იმიტომ რომ სამყარო ნამდვილ მაღალი ძალები და მაღალ სუტუზები იყო, სუტუზები. ანუ მაღალი ძალები მაგრად ერთობიან ახლა თქვენს ბედში.